მოგესალმებით. როგორც წინა შეხვედრის დასასრულს მოგახსენებთ, ჩვენი სალექციო კურსის სიცილის ფენომენის დასკვნით ნაწილზე გვექნება დღეს საუბარი, რომლის სახელწოდება გახლავთ კომიკურის რეალიზაციის შესაძლებლობა ხელოვნების ცალკეულ სახეებში. მთელი ჩვენი მსჯელობა ხელოვნებაში კომიკური ეფექტის გამოვლენის მაგალითები უკვე მიგვანიშნებდა ხელოვნების იმ სახეებზე, რომელთაც ყველაზე მეტი უნარი შესწევთ ასახონ და გამოხატონ კომიკური. მაგრამ მინდა თავისებურად შევაჯამო ამ საკითხზე გამოთქმული მოსაზრებანი და მივუთითო, რომ კომიკური ეფექტის გამოვლენის ყველაზე შეუზღუდავ შესაძლებლობებს ფლობენ ხელოვნების ისეთი სახეები, როგორებიცაა მხატვრული ლიტერატურა, კინოხელოვნება, თეატრალური ხელოვნება და სატელევიზიო ხელოვნება. მე შეგნებულად ვუვლი გვერდს საცირკო ხელოვნებას, რადგანაც ზოგ ავტორთაგან განსხვავებით მიმაჩნია, რომ ამ ხელოვნებაში საქმე გვაქვს არაიმდენად სოციალურად ღირებულ სიცილთან, ჭეშმარიტი კომიკურის გამოვლენასთან, არამედ უმეტესწილად სუბუქ თავშესაქცევ სიცილთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ემოციურად ერთგვაროვან მარტივ კომიზმთან, რომელიც არ შეიცავს ინტელექტუალურ და შეფასებით ელემენტებს. იმის მიზეზს, თუ რატომ წარმოადგენს ლიტერატურა, კინო, თეატრი და ტელევიზია რთული კომიზმისათვის ყველაზე ნოყიერ ნიადაგს, შეადგენს ხელოვნების ამ სახეთა მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებების სპეციფიკა, რომელსაც პირველ შემთხვევაში სიტყვა, ენა, თხრობა, ხოლო სამ უკანასკნელში, რომ არაფერი ვთქვათ კინოსა და ტელევიზიაში გამოყენებულ კომპიუტერულ ვიზუალურ ეფექტებზე, მსახიობის თამაში წარმოადგენს. საკმარისია დავასახელოთ საყოველთაოდ აღიარებულ კომიკოს მსახიობთა რამდენიმე სახელი, რომ ნათელი გახდება თუ რა სხვადასხვა ნიუანსებით, შესრულების ნაირგვარი მანერით, სრულიად განუმეორებელი სტილითა და ხიბლით გაბწყინებულან ისინი კომიკურ სცენასა თუ ეკრანზე. მაქს ლინდერი, მაკ სენეტი, ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, ბესტერ კიტონი, ჰაროლდ ლოიდი, მონტი ბენქსი, ჰარი ლენგდონი, ბურვილი, ფერნანდელი, ტოტო, ალდო ფაბრიცი, ალბერტო სორდი, ნორმან უიზდომი, ლუი დე ფიუნესი, ჟან პოლ ბელმონდო, პიერ რიშარი, ჟერარ დეპარდიე, სერგეი ფილიპოვი, საველი კრამაროვი, ევგენი ლეონოვი, ანდრეი მირონოვი, სპარტაკ მიშულინი, იური ნიკულინი, გიორგი ვიცინი, ევგენი მორგუნოვი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, სესილია წუწუნავა, ვასო გოძიაშვილი, აკაკი კვანტალიანი, გიორგი შავგულიძე, სესილია თაყაიშვილი, დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, არჩილ გომიაშვილი, ავთანდილ მახარაძე, ბუბა კიკაბიძე. განსაკუთრებით მდიდარია კომიკურის გამოვლენის შესაძლებლობებით ხელოვნების ყველაზე თანამედროვე სახე კინემატოგრაფია. კინოს განსაკუთრებული მომხიბვლელობის საიდუმლოება ხელოვნების ამ სახის ხედვით თვალსაჩინო შესაძლებლობებში, გამომსახველობით საშუალებათა სიმდიდრესა და გადასაღები აპარატურის უსაზღრო სრულყოფილებაში ვლინდება. ყოველივე ამის გამო კინოში განსაკუთრებული ძალით ვლინდება ისეთი თავისებური და რთული ესთეტიკური კატეგორია, როგორიც კომიკურია. კინო არამხოლოდ ხელოვნებაა, არამედ იგი თავის თავში გაცილებით უფრო ფართო შინაარს იტევს. მხატვრული ჟანრის ფილმებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კინოკომედიას. ფრიად საყურადღებოა, რომ ახალ გამოჩენილმა კინემატოგრაფიამ პირველი ნაბიჯი ხელოვნების გზაზე სწორედ კომედიის ფორმაში გადადგა.
პირველი კომედიური ფილმი ძმებს ლუმერებს ეკუთვნით. ფილმის სახელწოდებაა მორწყული მომრწავი, რომლის სიუჟეტიც კარიკატურიდანაა აღებული. ეს, რა თქმა უნდა, მეტად პრიმიტიული ფილმი იყო, მაგრამ ფილმი, რომელმაც მაყურებელი გააცინა. მას შემდეგ კინემატოგრაფიამ და კერძოდ კინოკომედიამ დიდი და ძნელი გზა განვლო. კომედიური კინოს ვარსკვლავი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უდავოა, რომ კინოს ყველაზე უფრო პოპულარული მოღვაწეა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში. ყველა ქვეყნის ხელოვნებათმცოდნენი და კინომოყვარულები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ჩაპლინი გენიალური ხელოვანია. რადგანაც შეუძლებელია კინემატოგრაფიაში კომედიის ჟანრზე ლაპარაკი ჩარლი ჩაპლინის მოუხსენიებლად, ამიტომ ძალიან მოკლედ შევეხები მის ხელოვნებას. ჩარლი ჩაპლინის ფილმები აკმაყოფილებს ყველა ეროვნების, რასის, სოციალური ჯგუფის, კულტურული დონის, ასაკის, ხასიათის მაყურებლის ესთეტიკურ მოთხოვნილებას. ამის მიზეზი პირველ რიგში იმაში უნდა ვეძიოთ, რომ ჩარლი ჩაპლინის კომედიები განსაკუთრებული სიმწვავით აყენებენ სოციალურ პრობლემებს. პატარა ადამიანის ბედი ტრაგიკულია სოციალური უთანასწორობის პირობებში. მას წართმეული აქვს მეგობრობის, სიყვარულისა და შრომის უფლებაც კი. გარემომცველი სამყარო უიმედოდ მტრულია, ანუ უფრო ზუსტად გულგრილი. აი სწორედ გულგრილობაა მთავარი თემა ჩაპლინის დიადი კომედიებისა. გულგრილობა ადამიანისადმი, ანტიხუმანიზმი, მილიონერის განსაცვიფრებელ სახეში ფილმიდან დიდი ქალაქის ჩირაღდნები ხორცშესხმული და განსახიერებული გულგრილობა. ახალ დროებაში მანქანებშია განსახიერებული გულგრილობის თემა. ეს სულელური, არაფრის მაქმნისი და კაცმა არ იცის რისთვის განკუთვნილი დაუნდობელი მანქანა თავის სიღრმეში ითრევს და თითქოს გადაღეჭავს, გადახარშავს ადამიანებს. თავისმა მებრძოლმა ჰუმანიზმმა ჩარლი ჩაპლინი ლოგიკურად მიიყვანა ფაშიზმთან აშკარა ბრძოლამდე. როცა უკვე ბობოქრობდა მეორე მსოფლიო ომი, მან ეკრანებზე გამოუშვა ფილმი დიდი დიქტატორი. ამ ფილმში თუ ჩაპლინის მანამდელი ფილმები სიტყვა ძუნწია და ისინი ძირითადად აგებულია მისივე მუსიკისა და გენიალური მსახიობის მოძრაობის ეფექტებზე, აქ შემოქმედს სიტყვა დასჭირდა და მან იგი გამოიყენა თამამად და მძლავრად. ჩარლის საღებავები არ დაუშურებია დიქტატორ ადენოიდ ჰინკელის სახის დასახატად. რადგირს თუნდაც ჰინკელის შემაძრწუნებელი ეკვილიბრისტიკა უზარმაზარ გლობუსზე, პანტომიმისტური გამოაშკარავება ჰიტლერის გლობალური გეგმებისა, ან და ჰინკელის მყეფარა, გამყივანი გამოსვლები, რომლებშიც ჩაპლინმა გააერთიანა გერმანული ენის ტიპიური ხმოვანება ბელადის დამახასიათებელ ინტონაციებთან და ბოლოს ასეთი დეტალი: ვენერა მილოსელი და სხვა ანტიკური ქანდაკებები, რომელთაც მიწებებული აქვს თაბაშირის ხელები ფაშისტური მისალმების ყაიდაზე. დიდი დიქტატორი უკვდავი ნიმუშია პოლიტიკური პამფლეტისა, მაღალი სატირისა, რომელიც შეფერილია სულის შეძვრამდე ლირიზმით გამოხატული პარიკმახერის სიყვარულში ქალიშვილის ჰანას მიმართ და მკაფიოდ ხაზგასმული ექსცენტრიადა ჰიტლერისა და მუსოლინის ბრძოლა ტორპები. კინოს ტყუილად არ ეწოდება ხელოვნების სინთეზური სახე.
იგი დრამატურგიული ნაწარმოების უბრალო ეკრანიზაცია კი არაა. მისი ხორცშესხმა, მისი სპეციფიური გადაწყვეტაა და ამ გადაწყვეტაში უმთავრესი როლი სწორედ მსახიობის თამაშს აკისრია. ლიტერატურული ნაწარმოების წარმატებას ეკრანზე სახელდობრ მსახიობის თამაში განაპირობებს და ამიტომაც არის ასე, რომ თუ კი ჩვენ დღეს დავით კლდიაშვილის მიერ აღწერილ სოლომონ მორბელაძეს წარმოვიდგენთ, მეხსიერებაში უნებურად ამოტივტირდება სანდრო ჟორჟოლიანის ეკრანული სახე. ძნელია კითხულობდე ილფისა და პეტროვის 12 სკამსა და კისა ვარაბიანინოვის ხსენებაზე არ წარმოგიდგეს სერგეი ფილიპოვის მიერ განსახიერებული იპოლიტ მატვეევიჩი, ანდრეი მირონოვისა და არჩილ გომიაშვილის მიერ სხვადასხვაგვარად, მაგრამ ერთნაირად საინტერესოდ გახსნილი სახე ოსტაპ ბენდერისა. იგივე შეიძლება ითქვას ისეთ უნიკალურ სცენურ სახეებზე, როგორებიცაა პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერის უშანგი ჩხეიძისეული კლასიკური სცენური ვარიანტი, რომლის სცენაზე ხილვის ნაცვლად ჩვენი თაობის ადამიანები სამწუხაროდ მხოლოდ ჩანაწერის მოსმენით კმაყოფილდებით. იგივე შეიძლება ითქვას პოლიკარპე კაკაბაძის ხარიტონის კოლმეორნის ქორწინება გიორგი შავგულიძისეული უნიკალური სცენური ინტერპრეტაციაზე. ან თუნდაც დავით კლდიაშვილის, კირილე მიმინოშვილის რამაზ ჩხიკვაძისეული მხატვრული საღებავებით გახსნილ გამდიდრებულ სცენურ სახეზე. ამ მიღბლიან შემთხვევებში მხატვრული პირველწყაროსა და ეკრანის თუ სცენის გმირი ისე ერწყმიან ერთმანეთს, ისე ერთმთლიან მხატვრულ ქსოვილად არიან ქცეული, რომ ჩვენ გვიჭირს მათი გათიშვა, გამოცალკევება, მათი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოდგენა. მსახიობი პოულობს განსაკუთრებულ გამომსახველობით საშუალებებს კომიკური სახის გამოსაძერწად და მათი მეშვეობით კომიკურიც მეტად სპეციფიურად ვლინდება ეკრანზე კინონაწარმოებში სასცენო ხელოვნებაში.